მე ვიცი ტყვის ფასი და საკუთარ სახლში და მე არ ვიცი როგორ აგიხსნათ ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომ ეს ამ სიტყვას ვამბობდი ჩემი ტრაგედიის დროს ჩემში ხო ჩემი ტყვია ესრულეს და ხალხო მანდამაინც სიკვდილის მერე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს წინ დგას ცოცხალი წმინდანი კალისტრატე ცინცაძის შემდეგ საქართველოს ეკლესიას არ აყავს მანამდე არ ვამბობ ამბროსი ხელაია და წამებული და ტრაგიკულად მოკლული ტყვით განგმირული მარტყოფში კირიონ საძაგლიშვილი საქართველოს ავტოკეფალიის აღმდგენი მაგრამ კალისტრატე ცინცაძის შემდეგ საქართველოს ეკლესიას არ აყავს ილია მეორეზე დიდი პატრიარქი დიდი კათოლიკოსი მან კომუნისტურ ეპოქაში ბრეჟნევის ეპოქაში 78 წელს რაც ის აღსაყდრება მოხდა ქართული ეკლესია დაუბრუნდა თავის სარწმუნოებას და ქართველი მრევლი ეს ათეისტურ სახელმწიფოში გახსნილი მართლმადიდებლობისაგან ჩამოშორებული უძველესი ქართველი ერი დაუბრუნდა ეკლესიას. აღარ ჩამოვთვლი, ახლა მე ეს დავგეშდე მისი 70 წელიწადისადმი მისხმის ჩემ წერილში. ამიტომ მტკივა, რომ ამ კათოლიკოს პატრიარქს სიცოცხლეში წმინდანად შერაცვლის ღირს პატრიარქს ზოგიერთი უღირსი საერო და სასულიერო პირი იყენებს და აძულებს მას საქართველოს და ქართველებს. მე ვაცხადებ რომ როგორც კი სააკაშვილი გახდება პრეზიდენტი, ღმერთთან უქნას, მაგრამ თუ ეს მოხდება რა, ესე იგი საქართველოს მართლმადიდებლობა, ქართული ქრისტიანობა, ქართული არაფერი აღარ იქნება. ილა ჭავჭავაძეს არ ვიცნობო, თამარ მეფე გარყვნილი იყო და გიორგი რუსი ლოთ ბაზარასთან მამათმავლის ის იყო რა ხასა იყო. ხალხო ესენი არიან საქართველოს მშველელები. ამიტომ ეწამა მერაბ კოსტავა, ამიტომ ეწამა ზვიად გამსახურდია ჩვენს თვალწინ, ამიტომ ეწამნენ ილია მე-20 საუკუნეში კათოლიკოს პატრიარქი კირიონი 24 წლის აჯანყება, 21 სისხლიანი, 37 რეპრესიები, 700.000 სამამულო ომში, 56 წლის მარტის სისხლიანი ამბები. ამისთვის რომ მოსულიყვნენ ესენი უკუღმართად თამარ მეფის, უკუღმართად ილია ჭავჭავაძის, უკუღმართად ქვეყნის აბუჩადამგდებები და ვერეტებიან და სავარძელებში ზოგიერთ მე გამიგონია ქალბატონობა ქართული გამოთქმა საკუთარ ტყავში ვერეტევა ესა და ეს კაციო მაგრამ საკუთარ ტყავის პალტოში ვერეტეოდეს გაიგონიათ ესეთ კაცი არის ტოტალური შეთქმულება საქართველოს მე რა მალაპარაკებს ქალბატონობა რა მაქვს მე 10 წელია პარლამენტში ვარ რა მოვიგე შვილი ჩავდე საფლავში ბიზნესი მაქვს ფული მაქვს რა თანამდებობა მაქვს თუ რა მაქვს მე რა მაქვს რას უნდა ველოდო მე მომავალი პარლამენტისაგან და მომავალი პარლამენტის წევრობისაგან გარდა ტანჯვისა და წამებისა და უსახსრობისა და მაგრამ ის უნდა ვთქვა რომ საქართველოს პარლამენტი საქართველოს 21 საუკუნის საქართველოს ასე არ უნდა დაწყებულიყო